ოპოზიციას რამე ბერკეტი თუ აქვს საკრებულოში, რომ ან სიტყვაზე ვიღაცა მოიწვიოს კითხვები დაუსვას, ან მაგალითად ვიღაცა გადააყენოს, ნდობლობა გამოუცხადოს, ეგეთი ბერკეტები სამწუხაროდ სამართლებრივად არა. შეგიძლია რომ ეს ტრიბუნა გამოიყენო, რომ მოვა ვიღაცა ვის მიმართაც ინტერესი გაქვს, რომ გაპრესო სიტყვაზე, გამოიყენებ ამ ტრიბუნას საკრებულოდან კითხვებს დაусმევა. სადეპუტატო კითხვა რომ იყო პარლამენტში, ესე ვთქვათ, ოფშენი საკრებულოს წევრსაც აქვს, რაც შეუძლია კითხვით მიმართოს მერიის წარმომადგენელს და იმან აუცილებლად უნდა გასცეს პასუხი. ეს ამბავია, რომ ახლა წევრი ხარ, შენ უფრო მეტ ინფორმაციაზე გაქვს წდომა ვიდრე სხვებს, შეგვიძლია ამბავი გამოიტანო, ხალხს ანახო იქ რა ხდება, ვინ რა შეატყუებს და სიტყვას რასაც უჭებენ. ასევე ქალაქის აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებთან შეუძლიათ კომუნიკაცია გქონდეთ საკრებულოს წევრებს და ჩვენი მიზანი ჩვენია ის საკრებულოშიც ეგ არის, რომ ვინმეს რამე გასაჭირი თუ აქვს, მაგალითად ქალაქის მერი რაღაც ნებართვას არაძლევს, შუამავალი იქნება აღმასრულებელ ხელისუფლებასა და მოქალაქეს, ანუ მის ამორჩეველს შორის. უბრალოდ ჩვენმა საკრებულოს წევრებმა შეიძლება უჩიჩინოთ ნებართვა მიეცი ისქენი. მერი რამდენად გაითვალისწინებს სხვა ქალაქის აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, უკვე მათია დამოკიდებული, მაგრამ მინიმუმ ის, რომ იმ ადამიანთან კონდეს კომუნიკაცია, ვინც საქმეს შენი მებრძოლი ყავდეს, ასე. კი, რა, შენი მებრძოლი ყავდეს, წარმომადგენელი, რეალურად წარმომადგენელი. მიესწრება, მათ შორის მიესწრება ქართული ოცნების წევრთან და შეიძლება დალაპარაკება, რომ აი იქნებ რაღაც დააჯეროს, რომ აი შენს გაწყობს, მეც მაწყობს. საშტა ბიუროში მაინც არ მოუწევს ხო? კი, ხო და ნუ აი ეს მინიმალური ოფშენები შეგვიძლია რომ ჩვენ ამორჩეველს შევთავაზოთ, მაგრამ იმის იქით რაცა გადავაყენოთ, ან ნდობლობა გამოუცხადოთ, ან რაღაცა ესეთი ოპოზიცია მქნა სამწუხაროდ აი ამ მოცემულობით და აი ამ შემადგენლობით. ამიტომ გჭირდება ზუსტად გაძლიერება იმის. ეს შეუძლებელია.